ესეც ალბათ არავინ არ იცის, მაინც კვალიფიკაცია გვაკლია. ალბათ ეს არის შენი მისია. ეს სიმართლე არ არის. თბილისში ვიყავი, ბომბები თავზე გვეცემოდა, იქ ვიყავი ზუსტად და ის რაც ხდება დღეს საქართველოში ის არ მოხდებოდა. მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ, რომ იყოს დამოუკიდებელი. ვაიმე, ეს მე ვარ. რა სხვაობა ჰიგიენისტსა და პაროდონტოლოგს შორის? ის არ არის ექიმი. მართლა შთამბეჭდავია. საქართველოში პირისწყლის ჰიგიენისტი არ გვყავს. ეს ჩემი კომფორტია. თორე დანარჩენი პაციენტისთვის რა მნიშვნელობაა? მარტივია, არ გაქვს გრძილი, შექმენი გრძილი. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ეს არის მესამე სტომატოლოგიური პოდკასტი. ჩემი სახელი არის ოლგა და ზოგადად ჩვენი პოდკასტების იდეა და მიზანი არის ის, რომ შევეხოთ მწვავე საკითხებს, ესე ვთქვათ, ფუნდამენტალურ საკითხებსაც კი პროფესიულ საზოგადოებაში. თუმცა საბოლოო ჯამში ვიზრუნოთ პაციენტის პირის ღრუზე. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ექიმი, პაროდონტოლოგი თეა ნაცვლიშვილი. თუმცა სხვათა შორის, თუნებას დამრთავ თეა, ვიტყვი რომ არა მხოლოდ პაროდონტოლოგი, თეა იწყებს საკუთარ მოღვაწეობას დენტალურ იმპლანტოლოგიაში. თუმცა თეა სანამ ამაზე მოგვიყვები ოდნავ მეტს, მინდა გკითხო, როგორ დაიწყე შენი გზა? რატომ პაროდონტოლოგია? მე ვიცი რომ იტალიაში სწავლობდი ან სწავლობ და იქ ახლა მე რამდენად ვიცი საკმაოდ მაღალი კონკურსია. ძალიან ბევრი სტომატოლოგიც არის. რა სამეცნიერო ნაშრომებს იყენებდი? მაინტერესებს შენი გზა და კითხვა არის საბოლოო ჯამში რა არის შენი მისია? ოლგა, პირველ რიგში მოგესალმები და მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და იმედია რომ საინტერესო საღამო გამოვა. პირველ რიგში რისით თქმაც მინდა რომ საიდან დავიწყე ეს ყველაფერი, ალბათ უნდა ვახსენო, მამაჩემის დედა იყო სტომატოლოგი. მართალია არ იყო პაროდონტოლოგი, მაგრამ იყო სტომატოლოგი და ოჯახში მუსირებდა ის აზრი რომ ვიღაცა სტომატოლოგი უნდა გამოსულიყო და საბოლოო ჯამში გადაწყდა რომ მე ვყოფილიყავი. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე თბილისში, შემდეგ წავედი პეტერბურგში რეზიდენტურაში და გავიარე 2 წელი თერაპიულ სტომატოლოგიაში, მაგრამ მივხვდი რომ თერაპია ჩემი საქმე არ იყო და გამიმართლა იმ პერიოდში, რადგან ზუსტად მეორე წლის ბოლოს უნივერსიტეტშიც მე ვსწავლობდი, იქ ორგანიზება გაუკეთეს სამეცნიერო ჯგუფს, რომელიც იმუშაობდა ღეროვან უჯრედებზე სტომატოლოგიაში და კონკრეტულად პაროდონტოლოგიაში და რა თქმა უნდა, პროფესორები, დოცენტები, ვინც იყვნენ წამყვანი სპეციალისტები, ისინი იღებდნენ მონაწილეობას და სტუდენტებიდან ამირჩიეს მე, რადგან ვიცოდი ენა, მქონდა ლიტერატურასთან ასე რომ ვთქვათ ურთიერთობა, მიმოხილვის საშუალება და ასე შემდეგ და ასე რომ ვთქვათ ჩამრთეს ამ პროექტში. მე ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში იყო დაინტერესება იმისა, რომ ის ადამიანი, ვინც ამ პროექტში მუშაობდა, გამოსულიყო ქირურგი, პაროდონტოლოგი და თავისთავად შემომთავაზეს, რომ გადავსულიყავი სხვა კათედრაზე, ჩამებარებინა ასპირანტურაში იმისთვის, რომ თან მესწავლა ქირურგია, თან გამეკეთებინა დისერტაცია და თან მემუშავა ამ პროექტზე. და ეს იყო პირველი კავშირი პაროდონტოლოგიასა და მივხვდი, რომ ნამდვილად ეს ის დარგი იყო, რაც მე მომწონდა. თუმცა მანამდე არც მიფიქრია არასდროს, რომ პაროდონტოლოგი გამოსულიყავი, იმიტომ რომ მე დავამთავრე 2006 წელს და როგორც ხდებით 2006 წელს პაროდონტოლოგია არ არსებობდა საქართველოში. ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა იყო მანამდეც კლინიკები და ეხლაც არის კლინიკები, სადაც წერია, რომ პაროდონტოლოგის კაბინეტი. თუმცა შიგ რა ცოდნის მქონე პაროდონტოლოგიზის ეგ მაშინაც კითხვის ნიშანი იყო და ალბათ მაშინ უფრო იყო ვიდრე ახლა, თუმცა მაინც კვალიფიკაცია გვაკლია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს პოსტდიპლომური განათლება პაროდონტოლოგიაში, ანუ რეზიდენტურა არ გვაქვს. შესაბამისად ძალიან რთული არის ამ დარგის, ასე რომ ვთქვათ, განვითარება, ამ დარგზე, ასე რომ ვთქვათ, მუშაობა, იმიტომ რომ არ არის ოფიციალური ვალდებულება და ოფიციალური განათლების კურსები იმისთვის, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს ამ დარგის განვითარებაზე. ჩვენ კი ვცდილობთ ჩვენი ძალებით, მაგრამ მაინც. კარგად ვცდილობთ სხვათა შორის. დიახ, და მოკლედ მე ისე მოხდა, რომ ძალიან მომეწონა, ძალიან ჩავერთე, ბევრი ვთქვათ, მასტერკლასი და ასე შემდეგ სასწავლო კურსი გავიარე. შემდეგ 7 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში. და შემდგა ქაუტონიკეთი, რომლის, ვიცი, მადლიერი ვარ და მთელი ცხოვრება ვიქნები, იმიტომ რომ მისი გვერდში დგომა რომ არა, დღეს მე არ ვიქნებოდი ესეთი წარმატებული და გავაგრძელეთ ეს გზა. თუმცა თუ საინტერესო იქნება სხვა ადამიანებისთვის, ერთი რაღაც ნიუანსიც მინდა ვთქვა, რომ შეიძლებოდა რომ არ გამოსულიყავი პაროდონტოლოგი, მიუხედავად რომ იმ ასპირანტურაში ჩავაბარე და გადავედი კიდევაც კათედრაზე, ეს იყო 2008 წელი, როდესაც მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი. და ხო ცხოვრება რაღაც საოცარ გამოცდებს გიწყობს ხოლმე და მოხდა ისე, რომ გამოცდა რეზიდენტურის დავამთავრე, აუცილებელი იყო დიპლომი ასპირანტურაში ჩასაბარებლად. და
გამოცდა რეზიდენტურაში ისე მორჩი, ანუ ორდინატურა ერქვა იქ, რომ გამოცდაზე არ გამიყვანეს ავტომატურად დამიწერეს. ანუ უნივერსიტეტში რაკაც რო სწავლობდი, ძალიან ხშირად მქონდა ხოლმე ამ ავტომატური ნიშნები გამოცდებზე. კარგი მოსრების გამო და მე ვიფიქრე, რომ ეხა დაველოდები დიპლომს, როგორც კი მომცემენ, ის იყო ივლისის ბოლო, ავიღებ დიპლომს, ჩამოვალ საქართველოში და უკვე ასპირანტურაში რო უნდა შევიდე, როცა იწყება სექტემბერში, მაშინ დავბრუნდები და მოკლედ ჩვეულებრივად გავაგრძელებ სწავლას. მივედი ორდინატურის განყოფილებაში და ჩემი დიპლომის არ იყო მზად, დაკარგეს. ეხლა ვფიქრობ, რომ დავრჩე კათედრაზე, არავინ არ არის, რომ ისევ თავიდან გამომიწეროს ეს საბუთი, რომ ამათმა დამიმზადონ და მე ვიფიქრე, კაი, წავალ და ჩამოვალ, მე მაინც უნდა ჩამოვიდე რა აზრი აქვს ეხლა სახში წავიღებ ამ დიპლომს თუ არა და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ჩამოვედი თბილისში დიპლომის გარეშე, ხდება ომი და ხვდები, რომ უკან ვერ ბრუნდები და ხვდები, რომ საბუთიც არ მაქვს, 2 წელი ვისწავლე იქ და საბუთიც არ მაქვს. და მე გადაწყდა უკვე აგვისტოს ბოლოს, როდესაც ომი დასრულდა და რაღაცა ცოტა დაწყნარდა სიტუაცია, გადაწყდა, რომ ავიღე ბილეთი, თან პირდაპირ არ იყო, არც ერთი ქვეყნიდან არ იყო და მიუნხენიდან ავიღე ბილეთი, რომ ჩავსულიყავი პეტერბურგში, 1 კვირით წავსულიყავი, ეს საბუთები გამეკეთებინა, ჩემი მთელი რა თქონდა იქ, რა ვიცი, ტანსაცმელი იყო თუ ნივთები ყველაფერი წამომეღო, ცარიელი ჩემოდი, ოღონდ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ცარიელი ჩემოდი წავედი და რო ჩავედი კათედრაზე რომ მივედი, კათედრაზე ატყდა ამბავი, რომ რას ქვია, შენ სად მიდიხარ? ანუ ეს ომი სულ იქნება, შენ მომავალი გაქვს, შენი ცხოვრება გაქვს და ეგება რამენაირად მაინც დარჩე. მე აუხსენი, რომ ესეც ალბათ არავინ არ იცის, ჩემ განათლებაში რა თქმა უნდა, ჩემ მშობლებს ძალიან დიდი წვლილი აქვს მიღებული, მაგრამ მინდა ჩემ ძმას მოუხადო დიდი მადლობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მეორე თუ მესამე კურსიდან ის მიფინანსებდა სწავლას. ბაკალავრიატშიც და იქაც რო ვიყავი, მაფინანსებდა, ის უკვე მუშაობდა და გვერდში მედგა და დღემდე გვერდში მიდგას თუ რამე მჭირდება. და ზუსტად ეხა ბანკში მუშაობდა ეს პრობლემები ფინანსური ქვეყანაში და ვიცოდი რომ ვერ შეძლებდა და ეს იქნებოდა მისთვის ძალიან დიდი ტვირთი. და ვთქვი რომ მე ფინანსურად ვერ გავწყვეტები იქ სწავლას და საბოლოო ჯამში თემა იყო ეს, რომ კათედრაზე მითხეს, რომ არ ვიცი ხა წადი, რექტორატში შედი და რექტორი მიცნობდა მე ზუსტად იმ ღეროვანი უჯრედების პროექტიდან და დაელაპარაკე, ეგება რამე გახერხდეს, რომ მოხერხდეს, რომ ესე იგი შენ დარჩი აქ სასწავლებლად და წავედი, არ ვიცი ხა დროს ალბათ იმაშვები რაღაცა, მაგრამ ხო შეიძლება ვიღაც საინტერესო იყოს და მივედი, ზუსტად გამოვიდა რექტორი თავისი ოთახიდან და მინახა და უიო, მე შენზე ვფიქრობდიო, სად იყავი ომის დროს და მე ვთქვი თბილისში ვიყავი, ბომბები თავზე გვეცემოდა, იქ ვიყავი ზუსტად, ხო და მითხრა შემოდიო, მკითხა რა სიტუაცია გაქვს და მეთქი, აი კათედრიდან გამომიშვეს და მე რიდება თქო რა, ეხა აქ რომ მოვედი თქო და არა, მე მაგაზე ვფიქრობდიო და კიდევ კაი რომ მოხვედიო შენ თვითონა და რა პრობლემები გაქვს და მეთქი, ფინანსურად ვერ ვწყვები და მინდა რომ წავიდე და მოკლედ რომ გითხრათ, მან მითხრა რომ თვითონ გადაიხდი და 1 წლის სწავლის დასახაც დამარეკინა მაშინ მშობლებთან, იმიტომ რომ მან ჩათვალა რომ მე უკან გავფრენილიყავი მთელი ჩემი თქვა რაღაც ნივთები, კომპიუტერი, რაღაცები არაფერი არ მქონდა წაღებული, ხო, ცარიელი ჩემოდი ვიყავი. ეს საშიში იქნებოდა რომ ორჯერ გავსულიყავი ამ წავე პერიოდში, თქვა რომ ნელ-ნელა გამოგიგზავნონ და მოდი უთხრათ რომ დარჩები და არსად არ წახვალ და ჩემ მშობლებს რომ დაურეკე, ჯერ ხო შოქში იყვნენ, არც იცოდნენ რომ რექტორთან მივდიოდი ან საერთოდ ვილაპარაკებოდი და რომ მივეცი ტელეფონი, მე მახსოვს დედა ყვებოდა სამასწავლებლოში იჯდნენ, ჩემ მშობლები მასწავლებლები არიან და მთელი სამასწავლებლო ტიროდა. რო თვითონ რექტორმა დარეკა რომ მე გადავხდი სწავლის თანხას და ოღონდ არ წამოვიდეს და დარჩეს და გამოგზავნეთ ყველაფერი და აი ესე მოხდა რომ რეალურად მას რომ არ ეთქვა, მე ალბათ პაროდონტოლოგიაში არ მოხდებოდი და ის რაც ხდება დღეს საქართველოში ის არ მოხდებოდა. და ბოლოს ისევ და ისევ საოცარი ზარი გაისმა 22 წლის იანვარში, როდესაც პროფესორმა ანდრია პილონიმ დამირეკა, რომ ხსნიდა საერთაშორისო კურსს საპიენცას რომის უნივერსიტეტში და შემომთავაზა 4 ადგილი იყო სულ და შემომთავაზა რომ მე ყოფილიყავი ერთ-ერთი მისი მაგისტრანტი. და უკვე ფაქტიურად ვამთავრებ, იმიტომ რომ მარტში მოგრედუეიშენი და უკვე ოფიციალურად სერტიფიცირებული პაროდონტოლოგი და იმპლანტოლოგი ვიქნები და ამ ყველაფერში რა თქმა უნდა ქაოტონქეთის დიდი მადლობა, იმიტომ რომ ყოველთვე იქ ყოფნა არ არის ესეთი მარტივი და კლინიკიდან მოწყვეტა, არც ოჯახიდან მოწყვეტა. ან გამოდის რომ ყოველთვიურად იტალიაში ჩასვლა. 1 კვირა 10 დღე იქ ვარ და საკმაოდ რთულია, თუნდაც ეს ფრენები და მოწყდი ერთ ამბავს წადი იქ სწავლა. მე როგორც ხვდები საკმაოდ მკაცრი
ჩარჩოებია, უნდა დაიცვა გარკვეული პროტოკოლები, სწავლა პაციენტებსაც იღებ ალბათ, მუშაობ. პაციენტებიც მიღებაც გვაქვს და თავისთავად ვესწრებით ოპერაციებს და რა თქმა უნდა, ბავშვი რომელიც უკვე 11 წლის არის და ამ ყველაფერს უყურებს, რაც ხდება დედამისის თავს. ნუ არა, უშუალოდ ალბათ აქვს ამას მისია. ალბათ ეს არის შენი მისია. იცი რა, სხვადასხვა მაგაზე ესე არ ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს ჩემი მისია. უბრალოდ ფიქრობ მე რა მინდა ცხოვრებაში. და ამ მიზნებისკენ რაღაც ნაბიჯებს ვდგავ და ნუ მე ალბათ როდესაც აღარ ვიქნები ამ ქვეყნად, ალბათ მე რაღაც თავის სახელი დაერქმევა თუ ეს ყველაფერი ახტება. და ვნახოთ, იმედია რომ მისია. წარმატებები. აქამდე რაც გააკეთეთ, თქვენ რაც გააკეთეთ, ნუ მართლა შთამბეჭდავია და მე ვფიქრობ, ისეთი კითხვები დაისმევა აქ ახლა. რაზეც საინტერესო პასუხებს მივიღებთ შენგან. და ერთსაც ვიტყოდი, რომ კიდევ შემდეგი ჩემი ემოციური ცხოვრების რაღაც ისეთი გამოცდილება და მადლიერება ღმერთის მიმართ და რა ვიცი. ყველაფრის მიმართ არის ის, რომ ჩავაბარე უნივერსიტეტში საპიენცაში, გარდა იმისა, რომ ქალტოინქეთი ხელს მიწყობდა იმაში და დღემდე მიწყობს, რომ მე ასე ხშირად ვიარო წინ და უკან, ასევე მან დამიფინანსა მთელი 3 წელი. ეგ რომ მითხრა, ჯგუფში ვიჯექი სხვა შორის პერიო სკოლაში ლექციას ვატარებდი და ერთი წუთით მოდიოდა მიძახა და მივედი და ამ დროს ესეთ რამეს მეუბნება. ნუ იმდენი ვიტირებ მთელი ჯგუფი, მე ჩემთან ერთად ტიროდა. ასე რომ მე მადლიერი ვარ ღმერთის იმისთვის, რომ ყოველთვის მხვდებოდნენ ისეთი ადამიანები, ვინც მართლა გვერდში მედგნენ და ცდილობდნენ ის, რა ვიცი, ნიჭი მაქვს თუ ეს სიყვარული ჩემი პროფესიის მიმართ არ დამეკარგა, იმედი არ დამეკარგა და გამეგრძელებინა გზა რთულ სიტუაციებში. რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში შეგვხვდა ეს ეგეთი ადამიანი, რომელიც შენის ჯერა. დიახ, ძალიან. და ჩვენს პატარა საქართველოში მით უმეტეს მნიშვნელოვანია, ჩვენს სფეროში მით უმეტეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი სტომატოლოგიაში, ახალი პროტოკოლები, ახალი გაიდლაინები. და ხელი აუწყო, ფეხი აუწყო ამ ყველაფერს, ძალიან რთულია თუ ხარში არ გიდგას ვიღაც. და ამ შემთხვევაში შენი ისტორია ისეთია შთამაგონებელი და მიხარია. ბევრი ადამიანიც გაიგებს, რომ მარტო ჩემმა ძალიან ახლო მეგობრებმა იცოდნენ ეს ყველაფერი. ნუ აწივე ვფიქრობ, ყველა გაიგებს. ჩემთან ერთად განიცდიდნენ, ტიროდნენ, უხაროდაც და ნერვიულობდნენ ამ ყველაფერს. საინტერესო. და ვინაიდან მე უკვე ვთქვი, რომ იცვლება ჩვენი სფერო საკმაოდ სწრაფად. მე ვიცი, რომ არსებობს კლასიკური პაროდონტოლოგია, რომელიც ეხმიანება უფრო ესთეტიკას, თუ არ ვცდები, და არსებობს ახალი პაროდონტოლოგიის მიმართულება. აი ამ ორ შორის ძირითადი სხვაობა რა არის? ანუ ახალი პაროდონტოლოგიის მიმართულებაში რას გულისხმობ, ეგ მაინტერესებს. აი ახალი პროტოკოლები გამოდის, ახალი კლასიფიკაცია გამოდის, თუნდაც ახალ კლასიფიკაციაზე საუბრისას, ხომ? მე მაქვს მოსმენილი წაკითხული, ID-ზე მახსოვს ვიღაცას ვესაუბრებოდი ის, რომ ამის ძირითადი მიზანი იყო ის, რომ სადაზღვევომ დაუფინანსოს არა თითქმის ყველა манипуляცია პაციენტს. არის თუ არა ეს სიმართლე? ეს სიმართლე არ არის და ლოგიკური მიზეზების გამო ვერც იქნება, იმიტომ რომ სადაზღვევო სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა. შესაბამისად ვერ მოარგებ კლასიფიკაციას ყველა ქვეყნის სადაზღვევო სისტემას. და თუნდაც სანამ მაგალითად ჩვენ რო ავიღოთ ახლა გერმანია, ხო? ჩვენ რო ავიღოთ გერმანია, სადაც ვთქვათ, სანამ ახალი კლასიფიკაცია შემოვიდა და მანამდეც იგივე სიტუაცია იყო და ეხლაც სადაზღვევო მაგალითად რა შემთხვევაში უფინანსებს თუ ვილაპარაკებთ პაროდონტიტის მკურნალობას პაციენტს. პაციენტი როდესაც შემოდის კლინიკაში, ხდება პირისწყლის ჰიგიენის ინდექსის აღება, ანუ რუკა არივსება როგორც ასეთი, უბრალოდ ნახულობენ რომ ჯიბეები არის და კლინიკური მაგრება დარღვეულია და პაციენტს პაროდონტიტი აქვს, ნადების ინდექსის შემოწმება ხდება, შემდეგ ხდება პირისწყლის ჰიგიენის ინსტრუქტაჟი და რძილზე და ასე რომ ვთქვათ, ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება. ერთი თვის მერე დაახლოებით იბარებს ექიმი და ამოწმებს რამდენად პაციენტმა შეასრულა რეკომენდაციები. თუ ნადების ინდექსი შემცირდა და პაციენტი ნამდვილად ასრულებს რეკომენდაციებს, ანუ აჩვენებს ექიმს, რომ მას სურს მისი ღრძლების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, აი მერე გადაიგზავნება ეს ორივე მონაცემი და სადაზღვევო ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დაუფინანსოს თუ არა, იმიტომ რომ თუ პაციენტი თავს არ მოულის, ჩვენ ხო ვიცით, რომ პაროდონტიტის მკურნალობა არ არის, დღეს რაღაცა ჩავატარე, ხვალ შედეგი მივიღე და 100 წელი ასე დარჩება. ანუ შემანარჩუნებელი, ანუ დამხმარე თერაპია არის ბევრად უფრო რთული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ის დღეს რასაც აკეთებ. და შესაბამისად, თუ პაციენტი არ მოულის თავს შემონარჩუნებელ თერაპიას და დამხმარე თერაპიას აზრი არა აქვს. პაროდონტული ჯიბეები, ნუ დაახლოებით 1 წელიწადში დაიწყებს უკან დაბრუნებას. შედეგის გარეშე? ხო, ანუ ტყუილა ჩავატარეთ, თქვა და არა ქირურგია ტყუილა ჩავატარეთ, ქირურგიული მკურნალობა, ანუ აზრი არა აქვს. ქირურგიული პაროდონტული ჯიბეების ქირურგიული მკურნალობის მაქსიმალური გრძელვადიანი შედეგი არის 1 წლიანი.
თუ პაციენტი არ განაგრძობს თავის მოვლას, როგორც ეს იყო რეკომენდირებული ექიმის მიერ, 1 წლის მერე იწყება რეციდივი. და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ გრძელვადიან შედეგებს, როდესაც ანახებენ, ნახეთ 5 წლის მერე რა მოხდა, 10 წლის მერე რა მოხდა, კარგად დავაკვირდეთ იმ სურათებზე, როგორი სუფთაა პაციენტი. ხო, ის ასე წავიდა და 10 წლის მერე დაბრუნდა კი არ არის, არამედ ის მთელი ეს პერიოდი 3 თვეში, 6 თვეში ერთ წელიწადში ერთხელ დადიოდა. კი ბატონო და სახში სწორად უვლიდა თავს. რა ხან საუბრობთ კლასიფიკაციაზე, ახალ კლასიფიკაციაზე რა სიტყვი შენ? მე მომწონს ეს კლასიფიკაცია წინასთან შედარებით, თუმცა აქაც არის რა თქმა უნდა რაღაც ხარვეზები და კითხვის ნიშნები და ერთ-ერთი, რამოდენიმე მიზეზი იყო, რატო გადაწყდა, რომ ახალი კლასიფიკაცია შეექმნათ. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ არ გქონდა კონკრეტული კლინიკური კრიტერიუმები, რის მიხედვითაც დავსვავდით კლინიკური ჯანმრთელობის დიაგნოზს. აი როგორც წარმოგიდგენიათ, რომ დაავადებაში სხვადასხვა პროფესიაში არ აქვს მნიშვნელობა, არა მარტო სტომატოლოგიაში, იცოდე როგორ დასვა დაავადების დიაგნოზი და არ იცი როგორ თქვა, რომ ეს პაციენტი ჯანმრთელია. არ არსებობდა არანაირი კრიტერიუმი. ეს მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო. ასევე გამოიყო პერიიმპლანტური ქსოვილების დაავადებებიც, ხო? ცალკე ჯგუფი დაემატა, იმიტომ რომ გამოვიდა ესეთი რაღაცა, ძალიან რთულია, რომ გამიჯნო იმპლანტი, ვინ უნდა გააკეთოს, ხო, დღეს, იმიტომ რომ კი არის რაღაც რეგულაციები, მაგრამ აკეთებს ორთოპედიც, აკეთებს პასახის ქირურგიც, აკეთებს პაროდონტოლოგიც, ვისი საქმეა. მაგრამ საკითხი სხვანაირად დგას. ჩვენ რომც ვინმე ჩვენთაგანმა ჩასვას იმპლანტი, მერე ისევ როგორც კბილებზე ახლა ვისაუბრეთ, რომ მნიშვნელოვანია შემდგომ მისი მოვლა, ისეთივე მნიშვნელოვანია იმპლანტის მოვლა და არაერთი კვლევა ამბობს ამას და ეს კვლევები არ გაკეთებულა 5 წლის წინ ან 10 წლის წინ. მე ვსაუბრობ 95-დან 2005 წლამდე კვლევებზე და გაიდლაინებზე, რომლებიც დაიდო და ამბობდნენ, რომ შენ აუცილებლად უნდა მიხედო იმპლანტს, პირისყრის ჰიგიენას სწორად დაიცვა, იარო განმეორებით ვიზიტებზე, იმის რომ შეინარჩუნოს მდგომარეობა. ვისთან დადის? ყვასახის ქირურგთან? თუ ორთოპედი ატარებს ამ პროცედურებს. შესაბამისად, როცა რაიმე პრობლემა ან შენარჩუნებაზეა საუბარი, ყველა თითს იშვებს პაროდონტოლოგისკენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, პაროდონტოლოგების კლასიფიკაციაში უნდა ყოფილიყო იმპლანტის ირგვლივი არსებული დაავადებების თუ ჯანმრთელობის კრიტერიუმები, კი, აუცილებლად და თუნდაც ეს. და ასევე პაროდონტიტის თემაც ცოტა შეიცვალა, ადრე გქონდა ვთქვათ იუვენილური პაროდონტიტი, მე აგრესიული ერქვა. დღეს უბრალოდ პაროდონტიტი ქვია, აღარ იყოფა ასაკების მიხედვით. იმიტომ რომ შეუძლებელია რომ დაყო. გენეტიკურად ხო ხვდებით რომ გენეტიკურად თუ გაქვს მიდრეკილება პაროდონტიტის დაგემართება თუ არა და შეიძლება კვლევები მაგალითად ლოე იყო ესეთი მკვლევარი 60-იან წლებში ჩაატარა კვლევა, სადაც შრი-ლანკაში იყო ერთხელაც მაგ ერთ-ერთ ტელევიზიაში მოყოლილი, მაგრამ მნიშვნელოვანი კვლევაა ეს რა, რომ შრი-ლანკაში აიღო ჩაის პლანტაციაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ სტომატოლოგი და ჯაგრისი არ უნახავთ თავის ცხოვრებაში და ამოწმებდა პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობას და აღმოჩნდა რომ 80%-ში იყო პრობლემები უკვე 30 წლის მერე, პაროდონტიტი ჰქონდა, დესტრუქცია ჰქონდათ. აქედან 10%-ზე ნაკლებში იყვნენ ადამიანები, ვისაც საერთოდ არაფერი არ ჰქონდათ ცუდი ჰიგიენის მიუხედავად და 10% იყო, ვისაც უმძიმესი ფორმა ჰქონდათ რა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ადამიანი საერთოდ არ იხეხავდეს კბილებს, მაგრამ არ დაემართოს. ეგეთი ადამიანებიც არიან, მაგრამ 90% არის ვისაც ემართება. მაგრამ ვის დაემართება 25 წლის ასაკში, 35, 45, 50 წლის ასაკში ეგ არავინ არ იცის და ეგ არის ზუსტად როგორ დაემართება დამოკიდებული არა მარტო გენეტიკურ ფაქტორზე, რამდენ დიდი აქვს წინასწარ განწყობა, არამედ გარემო ფაქტორებზეც. და თუნდაც კოვიდის მაგალითად რომ მოვიყვანოთ, იმიტომ რომ ყველა უფრო გათვითცნობიერებული ამაში ხო, მაგალითად ადამიანებს ვისაც ნაწილს შეხვდებოდა კოვიდი, არ ემართებოდა სიმპტომურად, არამედ შემოდიოდა რომ მას ჰქონდა. ვიღაცას ემართებოდა მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და ვიღაცას ემართებოდა უმძიმესი და ზოგი ლეტალობამდე მიდიოდა, ხო? და ეს ყველაფერი იმუნურ პასუხზე იყო დამოკიდებული, ხო? ვის როგორი იმუნური პასუხი ექნებოდა იმ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრას და ასევეა პაროდონტიტიც. ამიტომ თქვა, რომ ის რადგან ახალგაზრდა ასაკში დაემართა, არის სხვა დიაგნოზის მქონე, სხვანაირი პაროდონტიტი აქვს და ვისაც ასაკში დაემართა სხვანაირი პაროდონტიტის მქონე, მასე არ არის. და გამომდინარე აქედან გადაწყვიტა, რომ საერთოდ ზღვარი ასაკების მოეხსნათ და აგრესიული თუ ქრონიკული ესეც მოეხსნა და არის მხოლოდ პაროდონტიტი. და გამოყვეს სტადიები, არის მსუბუქი, საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე და ეს მეოთხე ძალიან მძიმე თავიდან ცოტა ისე ჟღერდა რომ თუ მძიმეა, ესე იგი მძიმეა ხო, როგორ არის ძალიან მძიმე, უბრალოდ განსხვავება მძიმესა და ძალიან მძიმეს, მესამესა და მეოთხე შორის არის ის, რომ მეოთხე სტადიაში პაციენტი ჭირდება არა მარტო პაროდონტოლოგი, არამედ ჭირდება ორთოპედი, იმპლანტოლოგი, თერაპევტი, ქირურგი კი, ორთოდონტი და გამოყვეს ასევე სისწრაფის დაავადების განვითარების
ოპერაციის სწრაფის მიხედვით ხარისხები, ანუ პირველი A ხარისხი არის, როდესაც ნელა პროგრესირებადია, B ხარისხი, როდესაც არის საშუალოდ პროგრესირებადი და C ხარისხი სწრაფად პროგრესირებადი და დაახლოებით ესეთი პარამეტრი გვაქვს, რომ მაგალითად 5 წლის განმავლობაში 2 მილიმეტრზე მეტ ძვალს თუ დაკარგავს, იქნება C ხარისხი. ხო, იმიტომ რომ 10 წელიწადში 4-ს დაკარგავს და რაღაც კბილისთვის, რომლის ფესვიც თქვა 8 ან 10 მილიმეტრი უკვე ნახევარი გამოდის. უკვე მნიშვნელოვანია კი. ასე რომ სხვა მიზეზები იყო, ანუ იყო პრობლემები დიაგნოსტირებაში, იყო პრობლემები მკურნალობის დაგეგმარებაში და კვლევები ტარდებოდა და ნახეს, რომ ისე მაგალითად არ იყო აგრესიული ცალკე სხვა ადამიანი იყო და ქრონიკული სხვა და შესაბამისად ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია ამ ახალი კლასიფიკაციის შექმნა. ზოგადად შენ რას ფიქრობ, რა სხვაობა ჰიგიენისტსა და პაროდონტოლოგს შორის, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენისტისთვის, რომ იცოდეს როგორი მეთოდებით უმკურნალოს პაციენტს როგორი აპარატით. ძირითადი სხვაობები რომ გითხრა ამ ორ შორის. 2016 წელს დაიწყო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მუშაობა და სამუშაო ჯგუფები მუშაობდნენ ამ პროექტის დაწერაზე და თავიდან პირველი ასე რომ ვთქვათ მიღება მოხდა მაშინ და სამეგრელოში ზუგდიდში არსებობს ესე იგი კოლეჯი, რომელიც უშვებს უკვე ჰიგიენისტებს 2 წელია თუ 3 წელია. თურმე. და პაროდონტოლოგიას რაც შეეხება, როგორც ხვდებით, ოფიციალურად, ანუ სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ესეთი დარგი. ანუ მე ხა კლინიკაში ვარ გაფორმებული როგორც თერაპევტი სტომატოლოგი და როგორც ქირურგი სტომატოლოგი. ამ ორი სახელმწიფო ლიცენზიით, იმიტომ რომ პაროდონტოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი არ არსებობს საქართველოში. ნუ არ მიიღო ჯერ გადაწყვეტილება სამინისტროში არსებულმა საბჭომ, რომ ცალკე გამოიყოს ეს დარგი. მათთვის ეს ალბათ არ არის ესეთი მნიშვნელოვანი. ამიტომ მოდით ხა ჩვენ უცხოური პრაქტიკა გავიაროთ როგორ არის, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ველოსიპედს ხო ვერ გამოვიგონებთ, უნდა გადმოვიტანოთ ის, რაც უკვე არსებული. ანუ თუ ჩვენ ავიღებთ ხა საზღვარგარეთ, ვინ არის ჰიგიენისტი, ეს არის ადამიანი, რომელმაც უნივერსიტეტში არ ისწავლა, არამედ დაამთავრა 2 ან 3 წლიანი სასწავლო კურსი, ანუ კოლეჯი ჰიგიენისტობაში, პირისყრის ჰიგიენისტობაში. ის არ არის ექიმი და შესაბამისად მისი კვალიფიკაცია და ცოდნა ექიმის ჯანმრთელობის მიმართ აქ არის ბევრად დაბალი. და ჰიგიენისტი არის მხოლოდ პაროდონტიტის სამკურნალოდ შეგმნილი ეს მიმართულება, არამედ მან მთელი პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა უნდა გააკეთოს. ანუ კარიესოლოგიაც კარგად უნდა იცოდეს და მის პრევენციაზე იმუშაოს, ლორწოვანის დაავადებებიც, პაროდონტის დაავადებებიც და მის პრევენციაზე, თქვათ, დაავადების განვითარებიდან მკურნალობის მერე მეორად პროფილაქტიკაზე უნდა იმუშაოს. ანუ ეს არ არის პაროდონტოლოგის ასისტენტი მხოლოდ ასე რომ ვთქვა. პაროდონტოლოგი კი საზღვარგარეთ ითვლება როგორც ქირურგი. ანუ არც ერთ ქვეყანაში პაროდონტოლოგი არ არის არაქირურგი. და ეხლა მაგალითად ამ 3 წლიან პროგრამაში, რასაც მე გავდივარ, პირველი წელი მქონდა არაქირურგია, სრულად გაგვატარეს თავის არაქირურგიული მკურნალობის მეთოდებიანად და შემდეგ მეორე წლიდან დაიწყო ქირურგიული პაროდონტოლოგია და მესამე წელი მთლიანად იმპლანტოლოგიას ეთმება. ანუ მთელი 1 წელი ახლა ვსწავლობ იმპლანტოლოგიას. შესაბამისად უნდა განვასხვაოთ ქვეყნები. ახლა სად რა სიტუაცია? მე რადგან იტალიას ძალიან კარგად ვიცნობ, გეტყვით ახლა იტალიაში რა სიტუაცია. ანუ ჰიგიენისტს არ აქვს დიაგნოზის დასმის უფლება და არ აქვს პაციენტის მკურნალობის გეგმის დაწერის უფლება. ანუ მხოლოდ პაროდონტოლოგს, ან თქვათ restorative dentistry, ანუ იქ ხო ცალკე არის თქვათ რესტავრატორი, ვინ არის იქ ენდოდონტისტი და შემდეგ, ანუ ექიმი, ვისაც აქვს დიპლომი, ექიმი ისვავს დიაგნოზს და ის ადგენს გეგმას და აძლევს ჰიგიენის დავალებას, რომ ეხლა შენ ჩაუტარებ თქვათ უბრალოდ ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება, ან ჩაუტარებ ძილქოშა ინსტრუმენტირება, ან ფისურები ჩაბეჭდი, ან ეს მარტივი კარიესი გააკეთე, ან რაღაცა ესეთი პროფილაქტიკური პროცედურა. ენდოდონტიას ვერ გააკეთებს ჰიგიენისტი. მგონი გათეთრებასაც არ აძლევენ უფლებას რომ გააკეთოს. შესაბამისად, ის მხოლოდ დიაგნოსტირების ეტაპს ატარებს, ამ მონაცემებს აძლევს ექიმს. ექიმი განიხილავს ამ პაციენტის პაროდონტულ რუკას, კბილების ფორმულას, რენტგენოლოგიურ კვლევას, პირის ღრუს ფოტოებს, ანამნეზს, სვავს დიაგნოზს, პაციენტთან შედის და ამას განიხილავს, რომ თქვენ ეს მდგომარეობა გაქვთ და აი ეს მკურნალობები გჭირდებათ და შემდეგ წერენ უკვე პროცედურებზე ან ჰიგიენისტთან და ან ექიმთან. სირთულიდან გამომდინარე თუ რა აქვს პაციენტს. თუმცა არის ქვეყნები, სადაც ჰიგიენის აქვს უფლება, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს, ანუ არა პაროდონტოლოგის ან რომელიმე ექიმის კაბინეტში, არამედ თვითონ გახსნას კაბინეტი და მან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პაციენტის დიაგნოზი და ასე შემდეგ და კანონში უწერიათ, რომ აი მაგალითად მძიმე ფორმის პაროდონტიტი გააგზავნე პაროდონტოლოგთან სამკურნალოდ სიტყვაზე ვამბობ, ხო? მაგრამ
ჩვენს რეალობაში რო ავიღოთ ახლა ანუ სამწუხაროდ, როდესაც ხდებოდა ეს დისკუსია საქართველოში, იყოს თუ არა ჰიგიენისტი დამოუკიდებელი, ასე რომ ვთქვათ, ადამიანი, თუ ექიმის ქვეშ იყო ძალიან დიდი დისკუსია მაგაზე და მე იმ შეხვედრაზე ავდექი და ვთქვი, მე ძალიან მომწონს ეს პროგრამა, რაც არის დაწერილი, ვეთანხმები, რომ ჰიგიენისტმა გრძილზე დაწმენდაც უნდა ჩაატაროს და გრძილქვეშა ინსტრუმენტირებაც უნდა ჩაატაროს, იმიტომ რომ მაგისთვის არის რეალურად ის ადამიანი, მაგრამ თვითონ გადაწყვეტოს, ეხა გინგივიტია კანსუბუკი კარიერის და მე დავიტოვე ფაქტა, არა ეხა მძიმე ფორმა აქვს და გაუშვებ ადამიანის კეთილსინდისიერებაზე, როდესაც არის აქ ფაქტიურად დამოკიდებული, ვთვლი, რომ არასწორია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 5 წელი ვსწავლობთ ჩვენ ბაკალავრიატში სტომატოლოგები, კიდე რეზიდენტურას გავდივართ და კიდე ამდენი შეცდომები აქვთ ექიმებს, როგორ შეიძლება 2 ან 3 წლიანი პროფესიული რაღაცა გადამზადების თუ კოლეჯის შემდეგ ექიმს მისცე, უკაცრავად ჰიგიენის მისცე დამოუკიდებლად მუშაობის და მის სინდის ნამუსზე იყო დამოკიდებული, ის გამოგიგზავნის თუ არ გამოგიგზავნის პაციენტს და მის კაბინეტში რა ხდება, ვინ შეამოწმებს. ანუ გასაგებია რომ არის რეგულირების სააგენტო, მაგრამ ასე დადიან ყოველდღე კლინიკა და ამოწმებენ ვინ ექიმი რას აკეთებს, ვერ შეძლებენ იმდენი ექიმია. მოდით ახლა სხვა კუთხით შევხედავ რა, ჩვენს კლინიკაში, კლინიკა ალბიუში ვართ 5 პაროდონტოლოგი, რომელიც აქედან 2 აკეთებს ოპერაციებსაც, 3 ჯერ არ აკეთებს ოპერაციებს, ჯერ ახლა არაქირურგიით არიან დაკავებულები. რომ დარეკოთ კლინიკაში და წმენდაზე რომ მოგინდეს ჩაწერა, მინიმუმ 2-3 კვირა ადგილი არ აქვს პაროდონტოლოგს 5-ს წარმოიდგინეთ და ჩვენთან თერაპევტები, რაც ჩვენ დავიწყეთ ამის კეთება, ხელს აღარ კიდევენ, სურვილიც კი არა აქვთ, რომ გააკეთონ ჩვეულებრივი წმენდაც კი, იმიტომ რომ იმდენად სრულყოფილი და იმდენად მოტივირებული მე ჰიგიენას ვასწავლით, ვატრენინგებთ და ასე შემდეგ, რომ აღარ უნდათ ამ საქმით რომ დაკავდე, იმიტომ რომ იმათ იმდენად ბევრი საქმე აქვთ, კარიესები და ასე შემდეგ და პლუს ხაზს გაუსვა იმას, რომ მე ჩვენთან რომ შემოდის პაციენტი, უბრალოდ კი არ ვჭდებით, უიქვები გაგასაწმენდი და გავწმინდოთ, არამედ პირველადი პაციენტი ეწერება 1:09-ით. იმიტომ რომ ჩვენ დიაგნოსტიკას ვატარებთ. ვიცი. ხო, შენი პაციენტი ვარ. შესაბამისად, მე იქ ნახულობ კარიესი, ენდოდონტია თუ სხვა პრობლემები რაც არის და შემდეგ ვუწერო, ეხა წადი თერაპევტთან ჩაეწერე და დაიწყე ეს კურნალობა და ანუ თან მეცინება ხოლმე კურსანტებსაც ამას უყვები ძალიან ხშირად, რომ არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც პაციენტი მოსულა ჩემთან კონსულტაციაზე, იმიტომ რომ მაგალითად სიტყვაზე ემზადება ორთოდონტიული მკურნალობისთვის. და თერაპიული ყველაფერი დაამთავრა, უბრალოდ ურჩიეს, რომ პაროდონტოლოგიური დიაგნოსტიკა ჩაიტარა, რომ მერე ბრეკეტებს რომ გაიკეთე პრობლემა არ ქონდეს, ან რაღაცა აწუხებს ღრძილებზე და მაგიტორო ის. და მოდის და ჯდება სავარძელში მეუბნება, რომ მე უკვე თერაპევტთან ყველაფერი დავასრულე და ეხა ღრძილების მიდა მივხედა და მერე ვიკეთებ ბრეკეტებს და დიაგნოსტიკის დროს 1 4 5 10 კარიესი შეიძლება ვიპოვა. და ამ დროს პაციენტები შოქში ვარდებიან, ვიყავი იქ და ხო, ნახა ჩემმა თერაპევტმა და როგორ მითხა რომ არაფერი არ გაქვს და ვცდილობ რომ პაციენტს რა თქმა უნდა აუხსნა და ისე მივაწოდო რომ არ კონდეს წყენა თერაპევტის მაგრამ ხა კოლეგიალობას მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავიცვა, მაგრამ აი ყველაზე ასე რომ ვთქვათ ღრძილქვეშ რო არის რაღაცა კარიესები, ბჟენების ქვეშ ან დისტალურ ზედაპირებზე, სულ ყველა ჩემ კურსანტს ვეუბნები, ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციოთ ორალურად, დისტალურად, იმიტომ რომ იქ სარკით უნდა შეძვრე, კარგად უნდა დააკვირდე, იქ ნერწვია, ენა გიშლის, კიდე რაღაცა გიშლის და აი ესეთ რაღაც ზედაპირებზე პოულობ ხოლმე და შესაბამისად გამოდის რომ მე თერაპევტს კიდე უფრო მეტ სამუშაოს ვაძლევ. ისე რომ უკან მიდის და იკეთებს ამ ყველაფერს და იმდენად დატვირთულები არიან თერაპევტებიც, რომ შენც კი იცი ჩვენთან როგორი მომართვიანობაა, ხო, ბევრი საქმე. ამიტომ არავის საქმეს არ გამოაცლის ხელიდან რა, დამერწმუნეთ რომ ჰიგიენისტი იყოს, იმიტომ რომ პირიქით, თუნდაც პაციენტების შეგრძნებას გეტყვით, აი ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილი, რომელიც ჩვენი პაციენტია. და სულ იკეთებდა თერაპევტთან, ხო? ჩვენთან იკეთებდა კლინიკაში და როდესაც უკვე ქავტომაქეთი მკაცრად დააყენა ეს საკითხი ბევრი წლის წინ, რომ არა მარტო პაროდონტოლოგებმა, ერთ-ერთ ჩემ კოლეგასთან იყო და მირეკავს რომ გამოვიდა, რომ ეს რა იყო? ანუ ჯერ ხო 6 თვეში ერთხელ დავდივარო და ამდენი ქვა სადიპოვაო და აბსოლუტურად სხვანაირად მომიდგაო. ანუ თვითონ შეგრძნებაც კი წმენდის სხვა იყო და არაერთ პაციენტს უთქვას ეს. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ უთქვამთ, რომ მე ძალიან გრძნობულობა მაქვს და ანესთეზიის გარეშე ვერ გამიწმინდა ვთკბილებს. ვეუბნები მაცალე ჯერ დაჯექით
თუ იქნება სადმე გრძნობა, აუცილებლად გაგიკეთებთ, ანუ არ არის პრობლემა. აი, ჩემი პაციენტების თუნდაც გრძილქვეშა ინსტრუმენტირება რო ვთქვათ 10 მმ-იანი, 15 მმ-იანი ჯიბებით თუ მყავს, 20%-ში ვაკეთებ ანესთეზიას და 80%-ში არ. ანუ ტექნიკურადაც ხანაირად ვაკეთებთ ამ ყველაფერს რა და შესაბამისად ჰიგიენისტი თუ გვეყოლება კლინიკაში, მე უფრო ნაკლებად ასე რომ ვთქვათ თავს დავიკავებ არაქირურგიით და უფრო მეტ ოპერაციებს გავაკეთებ, ხო? იმიტომ რომ ფიზიკურად ახლა მაგალითად დეკემბერის სულ სავსე მაქვს, იანვარში უკვე წინასწარ ვიცი რომ დღეს ვის უკეთებ ოპერაციას. ანუ ოპერაციაზე წინასწარ ვწერთ რა პაციენტებს და ანუ ყველა თავის საქმე ექნება, ეს არ არის რომ ვიღაცას წაართვა, პირიქით ის უპოვის საქმეს და საქმეს სხვა ექიმებს. ეს არის კომპლექსური მიდგომა. ზოგადად სტომატოლოგია არა, ალბათ ზოგადად მედიცინა არის კომპლექსური მიდგომა და ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ გაყენებულად ხო არ არის ან კბილი, ან ღრძილი, ან გული, ან თირკმელი. ერთ ადამიანში ეს ყველაფერი. ოკეი, ჩვენ ვიცით რომ არსებობს GBT და არსებობს GBC. რა არის GBT? და რითგან სხვავდება GBC-სგან? მოდი ახლა იმას ავქნათ, ხო? თქვათ რას ნიშნავს GBT ჯერ, ანუ guided biofilm therapy. ანუ ბიოაპკის მართული თერაპია, ანუ მკურნალობა. და GBC, სხვა შორის ესე იგი, ესე არ მოიხსენიებენ ხოლმე conventional treatments ამბობენ რა, უბრალოდ. ანუ ჩვეულებრივი კლასიკური პაროდონტოლოგიური მკურნალობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ახლა არასდროს არ მიყვარს ხოლმე ისე ჩემი აზრით ლაპარაკი, როდესაც რაიმე კონკრეტულ მკურნალობის მეთოდებზე თუ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებზეა და პირველ რიგში ხაზი გაუსვათ 2020 წლის guidelines, რომელიც ევროპის პაროდონტოლოგიის ფედერაციამ შეიმუშავა, სადაც პაროდონტიტის მკურნალობის guideline დამტკიცდა. იქ ერთი სიტყვაც არ წერია GBT-ზე. რატომ? ვინ მოიფიქრა GBT და ვინ ასე რომ ვთქვათ, კომერციულმა ორგანიზაციამ? კი, შეიძლება თქვა, ვინ? თუ არ თქვა ვინ? შევინახოთ. კაი, ვთქვათ, რაღაც არ გამოვიდეს, რომ რომელიღაცა კომპანიის მიმართ უარყოფითად ვსაუბრობთ, საერთოდ არ ვსაუბრობთ უარყოფითად. უბრალოდ ფაქტია, რომ ერთ-ერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ, ანუ სტომატოლოგიური ასე რომ ვთქვათ, მოწყობილობების კომპანიამ, კი, მანუფაქტურა, ვინც აწარმოებს მოწყობილობებს, ეს იქნება ულტრაბგერის აპარატები თუ ჰაერჭავლონი პოლირების აპარატები, მან შეიმუშავა ეს ტექნოლოგია, ეს მეთოდი, ასე რომ ვთქვათ, და ის ამბობს, რომ გამოიყენე ღრძილზე და ჰაერჭავლონი პოლირებაც, გამოიყენე ღრძილქვეშა ჰაერჭავლონი პოლირებაც, გამოიყენე თხელი თავები და ასე შემდეგ. არაფერს განსხვავებულს არ ამბობს, რასაც ზოგადად პაროდონტოლოგიური მკურნალობა ქვია. ერთადერთი იქ აუცილებელია, რომ შეღებო ნადები, აუცილებელია, რომ ღრძილზე და პოლირება გააკეთო და აუცილებელია, რომ ღრძილქვეშა ჰაერჭავლონი პოლირება გააკეთო. თუმცა დღემდე არ არის დამტკიცებული ღრძილქვეშა ჰაერჭავლონი პოლირების ნამდვილი ეფექტი, ანუ სისტემური მიმოხილვები, რომ მაგას თუ არ გააკეთებ ნაკლები, აღდგენა გექნება გწოვილების თუ მაგით უკეთესი, ეგეთი რამე არ არის და თუნდაც 2020 წლის guideline-ში ერთი სიტყვაც არ წერია ჰაერჭავლონ პოლირებაზე. საერთოდ არ არის. იქ ზოგადად არის ნახსენები, რომ ღრძილქვეშა ინსტრუმენტირება ან ნადების პროფესიული მექანიკური მოცილება. იმიტომ რომ ნახეთ, თუნდაც ღრძილქვეშა ინსტრუმენტირება რო ავიღოთ, შენ ჩაატარებ ამას ხელის ინსტრუმენტი თუ ჩაატარებ ულტრაბგერის თავით, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დამოკიდებულია შენს ეფექტურობაზე. თუნდაც ახლა რო ავიღოთ იმპლანტოლოგია, შეიძლება ავიღოთ რამოდენიმე ძალიან კარგი იმპლანტოლოგი, ვიღაცა იყენებს ერთ სისტემას, ვიღაცა მეორე სისტემას, ვიღაცას ეს პროტოკოლი მოწონს იმპლანტების ჩასმის, ვიღაცას ის, ხო, მაგალითად ვიღაცა გაიდით აკეთებს, ვიღაცა არ. შესაბამისად, იგივეა აქაც, ვისაც როგორ შეუძლია და ვინც რაშიც უფრო დახელოვნებულია, თუნდაც ქირურგიაში, ხო, რეცესიების დახურვაში ვიღაცა იყენებს კორონალურად გადანაცვლებულ ტექნიკას, ვიღაცა ტუნელურ ტექნიკას. მაგრამ გამოსდის, ანუ მე რო ეხა მაგალითად დამსვა და სულ ტუნელურები მაკეთებინა, მე არ გამომივარ. ხო, იმიტომ რომ მე კორონალურად გადანაცვლებულზე ვარ მიჩვეული და ძალიან მომწონს ეს. ხვდებით, ხო? ამიტომ guideline-ში ესე ეწერა, რომ შენ ხელის ინსტრუმენტს გამოიყენებ თუ ულტრაბგერას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ისტორიულად რომ მიუდგეთ ამ საკითხს. ულტრაბგერა თვითონ შეიქმნა დაახლოებით 50-იან წლებში, ანუ ბევრი წელია რაც არსებობს, მაგრამ შეიქმნა კბილის პრეპარირებისთვის თავიდან. მაგის თავებიც არსებობს, ხო, ჩემს აპარატსაც აქვს ეგეთი. ასე ვთქვათ, მოუდარს ვიცი ქართულად არის, ხო? ჩვენც გვაქვს ეგეთი აპარატი. და თავებიც, მაგრამ თითქმის არავინ არ იყენებს, ხო, მაგისთვის. შეიძლება ფისურების ჰერმეტიზაციისთვის გამოიყენო, რომ წინასწარ დააპრეპარირო მინიმალურად. და მერე უკვე მოიფიქრეს, რომ ქვების მოცილებაზე იყო ეფექტური და მოდით ქვების მოცილებისთვის გამოვიყენოთ, მაგრამ იყო დიდი თავები, უფრო აგრესიული აპარატები იყო და შემდეგ 90-იანებში დაიწყო დახვეწა ამ ტექნოლოგიის და უკვე ვიბრაციებიც შემცირდა, ტექნოლოგიაც, აი პიეზოელექტრული ტექნოლოგია უფრო დაიხო
მიხვეწა, იმიტომ რომ სულ ვეკითხები ხოლმე ჩემს კურსანტებს რა აპარატით მუშაობთ თუ იცით. არ მაქვს საუბარი იმაზე, ბრენდზე. ანუ შეიძლება მანქანა ყავდეს, მაგრამ არ მაინტერესებს როგორი ბრენდია, მე მაინტერესებს სედანია თუ ჯიპია თუ ავტობუსია, ხო, ანუ შიგნეულობა და არიციან ხოლმე, იმიტომ რომ არსებობს ბგერითი და ულტრაბგერითი და არსებობს მაგნიტოსტრიქტერული და პიეზოელექტრული და აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ეფექტები აქვს რა ამ აპარატებს. თუმცა უმეტესობა შეიძლება კლინიკაში პიეზოელექტრული უდგეს, მაგრამ არც იცის რომ ეგეთი აქვს, ხვდებით? ანუ რაც დახვდა, დადგა დაიწყო მუშაობა, ან რაც უფრო იაფი იყო, ის სკალერი იყიდა, ხო, სკალერს ეძახიან ძირითადად. შესაბამისად, არა აქვს მნიშვნელობა, რას იყენებ, თავარია როგორ იყენებ და 90-იანებში უკვე დაიწყო ამ აპარატების უფრო დახვეწა და ნაკლებად აგრესიული გახდა თვითონ აპარატიც, თავები უფრო გათხელდა, ტექნოლოგიურად გამოვიდა, რომ ნაკლებად ტკივნეული და მეტად ეფექტური გახდა და უკვე მიხვდა, რომ შეიძლება გრძილქვეშად შეხვიდე ამ თავით. და შეგიძლია უფრო მინიმალური ინვაზიური იყო. და თუ ეხა მეთოდოლოგიაზე ვილაპარაკებთ, რომელიც მეცნიერულად მართლა დამტკიცებულია და არც ერთი ასე ვთქვათ კომპანიიდან წამოსული იდეა არ არის. 2015 წელს უკვე, ну, მანამდე იყო რიბიერო 2011-ში თუ არ ვწები და მე უკვე 2015 წელს ლონდონის უნივერსიტეტში ნიბალი პროფესორი არის, გამოაქვეყნა სტატია თავის ავტორად სხვა მეგობრებთან ერთად, სადაც შემოიტანა მინიმალურ ინვაზიური არაქირურგიული მკურნალობის ტექნიკა, პაროდონტოლოგიური მკურნალობის ტექნიკა, მოკლედ ქვია MINST, Minimal Invasive Non-Surgical Periodontal Treatment. აი იქ თქვა რომ გამოიყენეთ გამადიდებელი საშუალებები, რომ უფრო კარგად დაინახოთ, გამოიყენეთ მინი კიურეტები ან თხელი თავები ულტრაბგერის იმის რომ მინიმალური დაზიანება მოხდეს რბილი ქსოვილების და ასევე კბილის ზედაპირის და შესაბამისად აი ესე უმკურნალეთ, ესე იგი გრძილქვეშა ინსტრუმენტება ესე ჩაატარეთ და არა აგრესიული დიდი თავებით, ასე ვთქვათ რა და შესაბამისად ის ადამიანები, ვინც სტუდენტები იყვნენ და თავიანთი პრაქტიკა დაიწყეს 80-იანებში ან 90-იანებში, რომლებიც ეხა შეიძლება 50 წელზე ზემოთ არიან, მათ ხელის კიურეტების გამოყენება უფრო კარგად იციან, იმიტომ რომ მაშინ ხელის კიურეტების გამოყენებას ასწავლიდნენ, ხელის სკელერების გამოყენებას ასწავლიდნენ და ჩვენ ახალი თაობა არ თუნდაც ეხა საპიენცაშიც კი გვასწავლეს, მაგრამ დიდი დრო არ დაუთმიათ მაგის უფრო ულტრაბგერის გამოყენებაზე იყო ორიენტირებული სწავლება და შესაბამისად ახალი თაობა უფრო იყენებს ასეთ გააქტიურებულ ინსტრუმენტებს, თუმცა მე რეალურად კლინიკაში ორივეს ვიყენებ, ანუ ძირითად მასას ქვებისას ვაცილებ გააქტიურებული ინსტრუმენტით და მე რაღაც ნარჩენებს ვცილობ ხოლმე რომ ან ხელის სკეილერით ან ხელის კიურეტით ასე ვთქვათ დავასრულო რა. ვექტორის აპარატზე რა სიტყვი? არ დამთავრდა ამ ვექტორზე საუბარი. კი, სამწუხაროდ თუ ერთი კაი რაც მიხარია ჩვენთან კლინიკაში უიშვიათესად შემოდის ზარი რომ ვექტორის აპარატი თუ გაქვთ. თავიდან როცა დავიწყე მუშაობა 2014 წელს, მაშინ ძალიან ხშირად იყო და ეხლა თითქმის არავინ არ კითხულობს მაგას, პირდაპირ პაროდონტოლოგს კითხულობენ და ჩაწერა უნდათ კონსულტაცია. თუმცა მინდა გითხრა სოციმედიაში კლინიკებს აქვთ პოსტები, სადაც პაციენტს უგლებიან შესაძლოა მკურნალობა ვექტორით. აი როგორ შეიძლება ეხა არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს და რაღაცა ბრენდის მიმართ ცუდი ვთქვა, საერთოდ არც არის ასე. ნახეთ, ესეც არის პიეზოელექტრული ულტრაბგერის აპარატი, რომელსაც მოყვება ორი ბუნიკი. ერთი არის ჩვეულებრივი ბუნიკი, რომელიც მაგალითად ჩემს პიეზოელექტრულ აპარატს აქვს იმისთვის, რომ გრძილზე და გრძილქვეშა ქვები მოაცილო, ხო? რაც ტიპიურ ულტრაბგერის აპარატს წარმოადგენს და მეორე არის ეს პერიო ბუნიკი. პერიო ბუნიკის იდეა მდგომარეობს იმაში, ანუ საერთოდ აპარატის იდეა რაში მდგომარეობდა და სამწუხაროდ ეს პირველი ნაწილია ჩამოშორებული, რომ გრძილქვეშა ქვები მოგეცილებინა, ну გრძილზე აღარ მაქვს საუბარი, გასაგებია რომ ისედაც. გრძილქვეშა ქვები მოგეცილებინა ამ ჩვეულებრივი თავით და ჩვეულებრივი ბუნიკით, იმიტომ რომ საკმაოდ მყარად არის ეს ქვები მიმაგრებული და ვიბრაცია გჭირდება იმის რომ მოტეხო და როდესაც უკვე ქვა აღარ არის, მე იღებ პერიო ბუნიკს, რომელშიც არის ის რაღაცა მრგვალი, ასე რომ ვთქვათ, რინგი, ანუ ბეჭედი, რომლის ასე რომ ვთქვათ შეკუმშვა, ასე რომ ვთქვათ, გაფართოების გამო თავი, რომელსაც არის მასზე დამაგრებული, ის ზემოთ ქვემოთ ადის. და მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ოკეი?
და მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ანუ რაღაცა კვლევებზე არ ვიცი რა კვლევების სიმართლე რო გითხრა, გადაწყვიტეს, რომ აი ამ კვლევებზე დაყრდნობით, თუ ქვებს რომ მოაცილებ პირველი ბუნიკით, მე ამითი შეხვა და თან ჰიდროქსიაპატიტის სუსპენზია შიგნით ჩაასხავ, ეს გააპრიალებს ფესვის ზედაპირს და გახსნის ბევრად უფრო კრიალას, რის შედეგადაც ადჰეზია ქსოვილების უფრო კარგი იქნება და ბაქტერიების მიწებება ნაკლები იქნება, იმიტომ რომ ბაქტერიებს უფრო ხავიანი ზედაპირი უყვართ და ჰიდროქსიაპატიტი, რადგან ძვალთან ასოცირდება, ძვლის რეგენერაციაც უკეთესია. და მახსოვს რუსეთში, ხა ალბათ აქაც იყო ეგ, მაგრამ რუსეთში იყო მთელი რეკლამები გაკეთებული იმაზე, რომ ეს ვექტორის აპარატი ცვლის ქირურგის ხელს. რომ ოპერაციები აღარ დაგჭირდება რომ გააკეთოთ, რაც რა თქმა უნდა სისულელეა, ხო? გამომდინარე აქედან, პირველი რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ უმეტესობა ვინც ვექტორს იყენებს, არ იცის ამ მის შესახებ, რომ ესეც უნდა გამოიყენოს და გრძილქვეშაც ჩავიდეს და ესეც და უმეტესობა ჩემი კოლეგისა და ბოდიშს ვიხდი თუ ვიღაცას რაღაცა არ მოწონს ახლა რასაც ვამბობ, ამ ადამიანების უმეტესობა პაროდონტულ რუკას არ ავსებს, დიაგნოსტიკას არ ატარებს. მოვიდა პაციენტი, ნახა რომ 1-2 ჯიბე იყო, ჩადო ეს ვექტორი და წავიდა მუშაობა და იცით რამდენი პაციენტი მყავს, ვისაც ვექტორის მერე აბსცესია აქვს? იმიტომ რომ ასეთი ცმაცუნი თქვა არ მოცილდება. და თქვა თუ დარჩა, ესე იგი ბიოაპკიც იქ შიგნით არის და ღრძილის მიდამოში იმის გამო რომ ღრძილზევით გაუწმინდეს, თქვა ღრძილის მიდამოში შეხორცდება ღრძილი, ქვეშ დარჩება ეს ქვა, შეიქმნება უჰაერო ანუ ანაერობული პირობები და ამისთვის ძალიან კარგია რომ აბსცესი ჩამოყალიბდეს და მე იმ აბსცესების ჩაწყნარებაში ვართ. ამიტომ თემა ის კი არ არის რა აპარატს იყენებ. არც ერთმა ჩემმა პაციენტმა არ იცის რა აპარატი თუ წმინდა. არც ერთმა არ იცის დასახლება რა ქვეყანა არ იცის. საერთოდ არასდროს არ ვამახვილებ იმას. ჩვენი მე ესე ვთვლი რომ ექიმთან რომ მიდიხარ, პირველი ჭირდება კარგი ექიმი. კი, ექიმთან მიდიხარ. რა თქმა უნდა. და მხოლოდ იმის მერე შეიძლება ექიმმა გითხრას, რომ შეიძლება გითხრას, იცით რომ რაღაცა ისეთ აპარატს იყენებს, რაც უფრო კარგია ვიდრე სხვა, მაგრამ მე ესე ვთვლი რომ მე არ მჭირდება იმის გაპიარება რა აპარატს ან რომელი ქირურგიულ ინსტრუმენტს ვიყენებ. საერთოდ არ უნდა ადარდებდეს ჩემ პაციენტს ეგ. ეს ჩემი კომფორტია და ცოტათი მისი კომფორტი, ანუ ჩემი კომფორტი უფრო რომ მე ვიყო უფრო ეფექტური და მე ვიცოდე რომ მე პაციენტს არ ვაზიანებ. თორე დანარჩენი პაციენტისთვის რა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თუ დიაგნოსტიკა სწორად არ ტარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი პაროდონტოლოგი არ არის. და ეხა მეორე საკითხსაც შევეხები, თუ მომცემ საშუალებას, ყოველთვის კურსანტებთან ხას უსვავს შემდეგს. სისხლის ანალიზებს ვაკეთებთ ყველანი, ხო? ანუ რაღაცა რო გჭირდება, ექიმი გვაგზავნის სისხლის ანალიზზე. თუნდაც საერთო ანალიზი დავიღოთ, რომ ბანალურია. რომ მიუტანა სხვადასხვა თერაპევტს, ან ოჯახის ექიმს, სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას გააკეთებს. ხო მეთანხმებით რომ ეგრე იქნება. აი რაღაცა არის, არ არის ისე. რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდოლოგიები? თუ პირიქით განათლება სხვადასხვა თუ მეკითხეს. ოკეი? პაროდონტულ რუკაზე უკვე დაიწყო ის, რომ კი ბატონო, უნდა შეივსოს და ვიღაცები უკვე ცდილობენ რომ შეავსონ, ანუ ზოგი მაინც ვერ შეიცვალა და რა თმინდა მაგის გარეშეც ვიცი რომ პაროდონტიტი აქვს თემაა, მაგრამ იმის ინტერპრეტაცია არიციან და ამაზე მთელ 6 თვეს ვანდომებ ხოლმე რომ ადამიანებს ვასწავლო და ზუსტად ახალი კლასიფიკაციის მთავარი პლუსი ის არის რომ შეიძლება ჯიბე იყოს, მაგრამ იქ ჩამოთვლილია რომ შეიძლება ეს ჯიბე არ იყოს პაროდონტიტის გამო, არამედ ფესვის ბზარია, პერფორაცია, შინაგანი რეზორბცია, გარეგანი რეზორბცია ფესვის, ხვდებით, ანუ სხვა მიზეზები, მოტეხილობა შეიძლება იყოს ფესვის, ან მაგალითად, რა ვიცი მე, ენდოდონტიური პრობლემა იყო და იქიდან შეიქმნა პაროდონტული ჯიბე. ანუ შეიძლება არსებობდეს სხვა არაპაროდონტიტთან დაკავშირებული მიზეზები, რის გამოც შენ შეიძლება ჯიბე გაზომო 3 მმ-ზე მეტი და 10-იც კონდეს პაციენტს, მაგრამ ეს არ ნიშნავდეს, რომ პაციენტს პაროდონტიტი აქვს. შესაბამისად, თუ მიზეზი პაროდონტული ჯიბის არ არის პაროდონტიტი, ღრძილქვეშა ინსტრუმენტების ჩატარებას რა აზრი აქვს? და იცით რამდენი პაციენტი მყავს, ვისაც მაგალითად ქონდა ან ფესვის მოტეხილობა, ან რეზორბცია, ან ბზარი, ან პერფორაცია და კურნაობდნენ პაროდონტიტს. პაციენტს შივილი კიდე ქონდა და ამოსაღები იყო ეს გული. გამოდის რომ დიაგნოსტირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. აპარატურას აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, მაგრამ არა ალბათ პაციენტის თვალში, ხო? პაციენტი მოდის ექიმთან და მის რეკომენდაციებს ისმენს. დიაგნოსტირებაზე საუბრისას მე ვიცი, რომ შენ იყენებ ფოტოაპარატს და მაინტერესებს შენი აზრი ფოტოდოკუმენტირებაზე, რამდენად საჭირო ეს პაროდონტოლოგიაში. და რა ფოტოაპარატს იყენებ? ძირითადად ხომ კონკრეტული პასუხები გვაინტერესებთ. ნიკონია, კენონია? თუ შეგიძლია რომ მოდამ გაგვიზიარო. კი, რა თქმა უნდა. ნუ მოდელი მაქვს ნიკონის D750 და ნუ მიკროლინზა მაქვს, რა თქმა უნდა, მაკროლინზა მაქვს, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ ნახე რეალურად
ისევ აპარატზე არ არის. ხო, არ არის აპარატზე, იმიტომ რომ ვიღაცა არის Canon-ის მოყვარული, ვიღაცა Nikon-ის. მე უბრალოდ როდესაც ვფიქრობდი რა მეყიდა, იქ კრიტერიუმი იყო სისხლს რომელი უფრო კარგად დაინახავდა და არ გააფუჭებდა ფოტოს, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენი საყვარელი სტავროსი და ალბათ დღეს ბევრჯერ ვახსენებთ, იმიტომ რომ ნუ მსოფლიო დონის ადამიანია რა, არა მარტო პროფესიონალიზმით, ასევე ადამიანობითაც შენც კი იცნობ და იცი. მას 3 ფოტოაპარატია კლინიკაში. რო ჩავედი 2017 წელს ვიყავი ერთი კვირა მასთან 3. რატო? იმიტომ რომ ოპერაციებს იღებდა Nikon-ით, Canon-ით იღებდა კბილებს. და კიდე რაღაც ერთი ქონდა, სადაც რაღაც ფილტრი ქონდა დადებული, იმიტომ რომ ძირითადად ხო ორთოპედია. და თავისთავად აი ეს გამჭვირვალობა, რაღაც ფერის სიღრმე და რაღაცები ორთოპედიაში და რესტავრაციაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პაროდონტოლოგიაში. ხა ღრძილს რა გამჭვირვალობა უნდა ან ოპერაციას რო არ შეუნაფლეთ იღებ, ხო? მაგრამ აი სისხლის თემა იქ ცოტა რთულია რა, რომ ისე გადაიღო, რომ ბევრი სისხლი არ იყოს, წითელმა ძალიან არ გამოანათოს, იმიტომ რომ იქ დეტალებია, ხა შეიძლება ძალიან ისე დეტალს ვამბობ, მაგრამ როდესაც ვაკეთებთ ოპერაციას და გვინდა რომ ფოტო დოკუმენტაცია გავაკეთოთ, არასრულ ნაფლეთს რო აშევებ, ზედმეტი ბოჭკო თუ დაგჭა, ეგეც კი ჩანს სწორად გადაღებულ ფოტოში. ანუ ძვლისასდელაზე უნდა ჩამოჭრა ეს კუნთური მასა და არ უნდა დაგჭას არაფერი და ის თუ არ ჩანს ფოტოზე კარგად, მაშინ გამოჩნდა რომ ვერ აღიქვა ასე ადამიანმა რა მოხდა იქ. ამიტომ გააჩნია ალბათ რისთვის ვიყენებ და ჩემთვის Nikon-ი ძალიან მოსახერხებელია და სხვა პაროდონტოლოგებსაც რო ვკითხე, უმეტესობას Nikon-ი ქონდა. მაგრამ არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა. ჯობია რომ იყოს პროფესიონალური ფოტოაპარატი. თუმცა ისევ და ისევ დღეს ვიცით რომ მობილურებითაც სასწავლო ფოტოებს იღებენ და ძალიან ბევრი სასწავლო კურსი არის მაგასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ და რაღაცა ვთქვათ სპეციალური სპიშკები აქვს და სხვადასხვა დანამატები ამ აპარატებს მობილურზე დასაფიქსირებლად, იმისთვის რომ საოცარი ფოტოები გადაიღო. ნუ რატოა ახლა ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, იმიტომ რომ ასახო პაციენტის პირველი მდგომარეობა როგორ შემოვიდა შენთან კლინიკაში. და მე ძალიან მეხმარება პაციენტის მოტივირებაში. შეიძლება ბევრი იყურება სარკეში და ესე ნახულობენ იქ შიგნით რა აქვს, მაგრამ ვერ აღიქვავენ სრულად. და დიდ ეკრანზე როდესაც გაუშვი, უკ უკვე სხვანაირად აღიქვავენ და უმეტესობის რეაქცია განსაკუთრებით პაროდონტიტი, ვისაც აქვს, ვაიმე, ეს მე ვარ. იქნება თქვენი ფოტო ახლა გადავიღეთ. და მე გარდა იმისა, რომ მოტივაციაში მეხმარება, თუნდაც აი ისეთ შემთხვევებში, როდესაც უკვე პირველი ეტაპი ჩავატარეთ, არა ქირურგიის და მოდის და არ მომწონს ჰიგიენა და ნუ მიმტკიცებს, რომ აი კარგად ვიხეხავ. რომ გადავიღებ ფოტოს, გაუდიდებ და ესე რო ჩანს ზუსტად ეს ნარბილი ნადები ან ქვები, ხო ხედავენ, ანუ მე ხო არ ვიგონებ, აი ახლა გადაგიღე, შევდე კომპიუტერში და განახე. ასევე მნიშვნელოვანია ფოტოდოკუმენტაცია შედეგების შესაფასებლად. იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო ჩვენ გვინდა როგორც პროფესიონალებმა ერთმანეთს გაუზიაროთ, არამედ თვითონ პაციენტებსაც რო გაუზიაროთ, მასვე რა იყო და რა გახდა, ან მეხმარება სხვა პაციენტთან დისკუსიაში იმაზე თუ რა შედეგის მიღწევა შეგვიძლია და ინახეთ მე ამ პაციენტთან ესეთი შედეგი მქონდა და თქვენთან შემიძლია ეს მივიღო, ან პირიქით თქვენთან ეს შეუძლებელია, აი განსაკუთრებით რეცესიების დახურვაში. გააჩნია რომელი ტიპის რეცესია, ხოლმე ყველა რეცესიის დახურვა არ არის შესაძლებელი 100%-ით და ეს ფოტოები მეხმარება რომ აუხსნა რომ აი თქვენთან ესეთი დაახლოებით სიტუაცია და ხედავთ აქ არ დაიხურა ბოლომდე და თქვენთანაც ალბათ არ დაიხურება ბოლომდე და ასე შემდეგ რა, ნუ ბევრ რამეში გვეხმარება. და ნუ მე რადგან ვასწავლი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუმცა ფოტო დოკუმენტირება სხვა, ვთქვათ, დასავლეთში, სხვა კლინიკებში არ არის, ვთქვათ, აუცილებელი. არა, აუცილებელი არც არ არის. ეგ უბრალოდ არის შენი კომფორტი, პაციენტის კომფორტი და მე ის რომ შენი თავის რეკლამირება გააკეთო. ნუ ვინაიდან აპარატურაზე ვსაუბრობთ, მინდა კითხო შენი აზრი მიკროსკოპზე და ბინოკულარებზე. რას იყენებ შენ? თუ იყენებ ბინოკულარებს, რა გადიდებას იყენებ და ნუ შენი რჩევა ზოგადად. ხო, ეს იგი ბრენდს არ ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ მაინც რაღაც გამოვა რომ ვიღაცა სხვა შეიძლება ბრენდია კომპანიებს და რო არ ეწყინოს, 4.5 გადიდებას ვიყენებ, თავიდან 3.5 ვიყიდა და ერთ თვეშივე ვთქვი რომ არ მომწონს და უფრო მეტი მინდა. გადიდება აუცილებელია. ანუ მაგის გარეშე განსაკუთრებით მიკროქირურგიული პროცედურების ჩატარება შეუძლებელია, მაგრამ მიკროსკოპს რაც შეეხება, უნდა დავკონკრეტდეთ რისთვის გვინდა ეს მიკროსკოპი და მასთან მუშაობის პრობლემები. პაროდონტოლოგიაში აქვთ მიკროსკოპი სხვადასხვა ცნობილ სპიკერებს, მაგრამ უმეტესობა იყენებს ბინოკულარს. ჩვენ არ ვართ ენდოდონტისტები, რომლებიც ერთ არხში იყურებიან ერთი კბილის ღრუში და ეს დააყენა, დაჯდა და ასე რომ ვთქვათ, გაშეშებული მუშაობს. მე მინიმუმ არაქირურგია რო ავიღოთ, ხო?
თუ ყველა კბილი აქვს პაციენტს 32 კბილი უნდა ყველა მხრიდან გავასუფთავო. შესაბამისად, ამისთვის მე რამდენჯერ უნდა გადავაწყო ეს აპარატურა და პოზიცია და პაციენტის თავი. ანუ ხო ეს დამღლელი ცალი დროსაც გართმევს და ასე. ქირურგიას ვატარებ მაგალითად. კი ბატონო, ერთი კბილის მიდამოში გააქვს ვერტიკალური წლოვანი დეფექტი და იქ აქვს რეგენერაცია ჩასატარებელი. ერთი კი ბატონო, მაგრამ 3 რეცესიას რო ხურავ, 12 კბილის გვირგვინის დაგრძელებას რო ვაკეთებ ერთ ოპერაციაში. ანუ ეს შეუძლებელია. გამოდის რომ ბინოკულარი საკმარისია? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ როგორც წესი გადიდებაზე მე. როგორც წესი, ეს იქნება არგუმენტი, რომ აი მაშინ გადიდება მჭირდება უფრო მაღალი, თვალი მიეჩვევა თუ არა. 4.5 სავსებით საკმარისია და მე ვფიქრობ, რომ აქედან უნდა დაიწყოს ადამიანმა, მაგრამ თუ ავიღებთ მარკუს ჰურცლერს და ოტო ცურს, ხო, მარკუს ჩვენთან ჩამოვა შემდეგ წელს და მინდა ყველა დაუპატიჟო, იმიტომ რომ იქნება საოცარი დღე იმპლანტების ირგვლივ ჯანმრთელობაზე, დეჰისცენციებზე და პერიიმპლანტიტებზე. აი მარკუს და ოტო ცურს გაუკეთეს ბინოკულარები, რომლებიც რაღაც დონეზე ადიდებენ და მერეა კიდე ესეთი დასამაგრებელი, რომელიც კიდე უფრო ადიდებს და მიკროსკოპის მეც არ ვიტყვი ახლა დასახელებას ბრენდის, მაგრამ კი ჩვენ გვაქვს ესეთი ბინოკულარი 4-ჯერ შეგიძლია შეცვალო, ანუ შეგიძლია 4 სხვადასხვა გადიდება გააკეთო. ეს განსახერხებელია, როცა რა გინდა იმას იყენებ. ანუ საკითხი გადაჭრილია. უბრალოდ რაც უფრო დიდი გადიდება, მით უფრო მძიმეა და მით უფრო არა კომფორტული არის, როდესაც სახეზე გაქვს. ამიტომ არის ქირურგიული ბინოკულარები, რადგან უფრო დიდხანს უწევს ქირურგს. ხან არის რომ 2 საათი ხან არის რომ თითო ოპერაცია შეიძლება 3-4 საათი გააგრძელდეს. ხა 12 კბილს რო აკეთებ გვირგვინის დაგრძელებას 1 საათში ვერ გააკეთებ. მაშინ რაღაცას არ აკეთებ ხარისხიანად, ხო? შესაბამისად, აი რაც უფრო დიდი იქნება, მით უფრო ეს ცხვირზე დაწოლა, მოჭერა, ეს უფრო დამღლებია. კამერა აქვს აქვე. კი, ჩემსაც კამერა მანდ უკეთდება ზუსტად და შესაბამისად ქირურგიული ბინოკულარები ისეა შექმნილი, რომ ბევრად ნაკლები წონა ქონდეს, ვიდრე აი პანორამულები, რომლებიც არის. და პანორამული ბევრად უფრო მძიმეა, მაგრამ სულ მაქვს ესეთი კითხვა, ვისაც პანორამული ბინოკულარი აქვს. შენ როდესაც მკურნალობ 10 კბილს ან 4 კბილს ერთად ხوار უკეთებ რაღაცას, აი კონკრეტულ ერთ ადგილას უყურებ და ერთ ადგილს აკეთებ. ანუ აქეთ იქით ხო არ იყურები იმ პანორამაში და რა აზრი აქვს მაგას ვხვდები? ხო, ან მე ვერ ამოხსენი ეგ და იმედია ვინმე ამიხსნის რა საჭიროა ქონდეს უფრო მძიმე, უფრო გრძელი, რომელიც ხელის მოძრაობისასაც შეიძლება შეგიშალოს, როდესაც ქირურგს ვამბობ რა, როდესაც ქირურგიას აკეთებ, იმიტომ რომ არსებობს ქირურგიული ბინოკულარები, სპეციალურად პატარა და ნაკლებად მძიმე. თუმცა ბინოკულარი საჭიროა. აუცილებლად. ანუ მაგას, ანუ როდესაც გაიკეთებ, მე ხვდები რომ ვერაფერს ვერ ხედავდი, ანუ შეუძლებელია და მით უმეტეს მე ხო მიკროქირურგიას ვაკეთებ და 7-0 ძაფებით მუშაობ. ანუ ჩემი თმის ღერის ძაფებია და შესაბამისად ვერ დავინახავ ისე. 7-0-ის რა მოგახსენა, მაგრამ ჩვენთან ახლა სადისტრიბუციო კომპანია ვართ, 6-0 ძალიან იშვიათად გადის, 5-0 კიდევ უფრო იშვიათად და აი 4-0 შეიძლება იყოს, ნუ 4-0 და 5-0, ოკეი, ეს არის ყველაზე გაყიდვადი. 7-0 არის ჩემი უსაყვარლესი. ერთ-ერთმა კომპანიამ მითხრა რომ თუ გინდა დაგიმზადებთო და დამიმზადეს და ანუ მადლობა. ალბათ ლურჯი იქნება, ani ისფერი რომ კარგად ჩანდეს. ოკეი, PGA. ოღონდ ეგ ლურჯიც პრობლემაა, იმიტომ რომ ქირურგიული ხალათი თუ დასაფენი ყველა არის ლურჯი. და ზედრო დადებ აღარ აჩანს. ამიტომ მიწევს მე ან ბინდში ან სადმე რაღაცა რაც გქო ფილთა იმაში ჩაფიქსირება რომ ჩანდეს. ოტოცური და ჰულცერელი რა იმას რეკომენდაციას აძლევენ არიცი, როდესაც არა რო არ დაგიკარგოსო, გადიდებით რომ მუშაობო, შორს კი არ გადადო ეს ნემსიო. ისეთი პატარა არისო, რომ აი მაგალითად ერთ-ერთზე მუშაობ, ორი-ერთში ჩაარჭეო, ღრძილშიო, გვერდზეო, პატარაზე მაინც ვერ იგრძნობს პაციენტიო. იმდენად მინიმალურ ტრავმული არის და ნაკლებად ინვაზიურია და შეიძლება. რა თქმა უნდა, ასე რომ შორს არ დადო, იქვე ჩაურჭე ღრძილში და გააგრძელე გეთება. ოკეი, მივედით ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჩემთვის საინტერესო თემაზე მინდა ვისაუბროთ. ეს არის იმპლანტოლოგია. გეტყვი პრინციპში ალბათ კი იცი, მაგრამ ვეტყვი ჩვენს მაყურებელს თუ რატო არის ჩემთვის საინტერესო, იმიტომ რომ ეს მოღვაწეობა ამ სფეროში მე სტომატოლოგი არ გახლავართ მეგობრებო, სულ სხვა განხრით დაამთავრე ფიზიკა-მათემატიკოსი ვარ, მაგრამ როგორ დავიწყე მუშაობა სადისტრიბუციო კომპანიაში, ეს იყო 13-14 წლის წინ დაახლოებით. მაშინ გავიცანით ერთმანეთს. შეიძლება კი. და მე მახსოვს, მაშინ იყო იცი როგორი პერიოდი, ხო ძალიან ბევრი ექიმი იმპლანტოლოგი არის ჩვენს ბაზარზე. მაშინ 20-25 შეიძლება რა. თუმცა ინტერესი იყო საზოგადოებისაგან, რომ აი მოდი კიდევ რაღაცა ახალს შევისწავლე. და მე მახსოვს, რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულად კარგი კურსი შევქმენით, უბრალოდ workshop
ვორქშოპი, მასტერკლასი, დიდუბე პლაზაში ჩატარდა, ღორის თავებზე, რაღაც ინსტრუმენტები გამოვიწერეთ, იტალიური, ფიზიოაპარატები გვქონდა ბევრი. ნუ მოკლედ ძალიან კარგი კურსი იყო და მე მახსოვს, წამოვიდა მე საქმე, წამოვიდა მეტი ვორქშოპი, მეტი მასტერკლასი და მოკლედ ეს არის მიზეზი თუ რატომ მიყვარს მე ეს სფერო. ვინაიდან ეხლა დასამალი არ არის, ჩვენ ვართ MIS-ის წარმომადგენლები, MIS-ი კი ეკუთვნის ძალიან დიდ კონგლომერატს, ეს არის Dentsply Sironas კორპორაცია. ამ კომპანიას MIS აქვს ძალიან ბევრი ინოვაციური პროდუქტი, მაგრამ კონკრეტულად შენთან მინდა ვისაუბრო ერთზე, ეს არის MIS Connect. MIS Connect-ი არის one time abutment კონცეფცია. მაინც როგორ გადავთარგმნო ხოლმე one time abutment, არ ვიცი, ამიტომ აპატიეთ. ნუ ალბათ ერთჯერადი აბატმენტი. აი ერთჯერადი, თქვათ ერთჯერადი არ არის, იმიტომ რომ პირის ღრუში ხო რჩება, one time ფიქსირებულია, კი. და მე მაინტერესებს, აი სტავროს პელეკანოსი ვახსენეთ, სტავროს პელეკანოსი ძალიან, ასე ვთქვათ, ამ სისტემის დიდი მოყვარული და ფანი არის. ანუ რეალურად მან განავითარა ეს ყველაფერი. ის არის ფაქტიურად ავტორი. კი, დაიწყო მულტიუნიტებით და შემდგომ გააგრძელა უკვე MIS Connect-ის მუშაობა. მე მაინტერესებს შენი აზრი, როგორც პერიოქირურგის, რატომ არის ის პერიოსაქმიანობაში კარგი? იყენებ, შენ თუ არა გამოიყენებ, შენ თუ არა და ზოგადად შენი აზრი მაინტერესებს ამაზე. ძალიან კარგი კონცეფცია და სტავროსი ყვება იმას, რომ 2005 წელს დაიწყო ამ სისტემაზე მუშაობა და პირველი Connect სისტემა, ეხლა შეიძლება ისეთ დახვეწილი არ იყო, როგორც დღეს არის, მაგრამ სხვათა შორის კი მე უფრო მეტად დაიხვეწა. კი, რა თქმა უნდა, პირველი დაიწყო 2005 წლიდან. წარმოიდგინეთ, რამდენი წელი? 20 წელია. და აქტუალურობა კი არ დაკარგა, რაც დრო გადის, უფრო მეტი აქტუალურობა ეძლევა აი ამ, ასე რომ ვთქვათ, კონცეფციას. კი. თუ იცი, პირველი იმპლანტი, რომელიც შეიქმნა, ეს იყო bone level-ი თუ tissue level-ი, ანუ რბილიქსეულების თუ მოდი გიპასუხებ. სხვათა შორის ის იყო ჩემი მეორე კითხვა, მაგრამ რახან გადააბი, ბარემ გავაგრძელოთ. ისევ MIS-ზე ვიტყვე. MIS-მა შექმნა, თუ არ ვცდები 15 არა უფრო მეტი ალბათ 20 წლის წინ იმპლანტი, რომელიც იყო რბილიქსეულის დონის, სხვა სიტყვებით tissue level და ამ იმპლანტის სახელწოდება იყო Mistral-ი. და ეს იყო რბილიქსეულის დონის. შემდგომ წარმოება შეაჩერა და გამოუშვა MIS-ის Connect-ი. ამიტომ ალბათ პასუხი ეს არის, რომ ჯერ იყო რბილიქსეულის. MIS რო გავანებოთ თავი, პირველი იმპლანტი რაც შეიქმნა ზოგადად სტომატოლოგიაში იყო tissue level-ი, ანუ რბილიქსეულების დონის. და ეს არ არის სიახლე. ხდებით, ანუ ზოგს გონია, რომ სიახლე არის tissue level და რეალურად ეს არის პირველი. მერე უკვე გახდა საჭირო რაღაც მიზეზების გამო bone level-ი, რომ ანუ ძვლის დონის იმპლანტი რო ყოფილიყო. რატო არის დღეს აქტუალური? პირველ რიგში რომ ავიღოთ პაროდონტიტიანი პაციენტი. მისი პრობლემა, ანუ პაროდონტიტი თვითონ არ არის ძვლის პრობლემა. ანუ რეალურად პაროდონტიტის დაწყება, ანუ პაროდონტული ჯიბის ჩამოყალიბება, ანუ კლინიკური მაგრების დარღვევა იწყება რბილქვსეულებში. და ის ადამიანები, ვისაც ბაქტერიებზე აქვს ეგეთი რეაქცია, რომ კბილსა და გრძილს შორის შეერთება იკარგება და ეს ბაქტერია ჩადის უფრო ხმად, იწყება მერე ძვლის ანთებაც და დაშლაც. ანუ ყველაზე კრიტიკული ზონა, სადაც უნდა დავიცვათ პაციენტები, ეს არის რბილიქსეულები. ამიტომ პაციენტს, რომელსაც გაუკეთდა სიტყვაზე bone level-ი, ანუ ძვლის დონის იმპლანტი და შემდეგ მას რა თქმა უნდა ჭირდება აბატმენტი, რომ აბატმენტზე დაფიქსირდეს გვირგვინი, რამდენჯერ უნდა მოხსნა და გაუკეთო აბატმენტი? ბევრჯერ გიწევს ხო ამის გაკეთება. შესაბამისად, კვლევა იყო 2017 წელს იყო მანფრედინი, აღარ მახსოვს ზუსტად რო არ შემეშალოს, 2017 წელს იყო კვლევა, ესე იგი გამოქვეყნებული, სადაც დამტკიცა, რომ 4ჯერ მოხსნა გაკეთებით აბატმენტის 0.53 მილიმეტრით ძვლის რეზორბცია ხდება. და რამდენჯერ შეიძლება დაგჭირდეს ეს რო გააკეთო? შესაბამისად, გამომდინარე აქედან, ჩვენ ვკარგავთ საყრდენ ქსოვილებს და განსაკუთრებით ძვალს. და bone level იმპლანტი ხდება tissue level იმპლანტი რეალურად, რაც ასე არ უნდა იყოს. ამიტომ Connect სისტემის და თუნდაც მულტიუნიტების თემაც ზუსტად ეგ არის, რომ შენ როდესაც ჩასვავ იმპლანტს, ან იმავე დროს როცა ჩასვი, ან როდესაც გახსენი იმპლანტი მეორე რაღაცა ვიზიტზე, გაუკეთე Connect-ი, ან გაუკეთე მულტიუნიტი და არასდროს აღარ ცვლი. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზონები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვიცით, რომ ამბობენ, რომ სამი ზონაა ხო ძვლის ზემოთ. არის ღრმა ზონა, არის ტრანზიტული ზონა, შუა და არის ღარის ზონა. აი ეს ღრმა ზონა არის იქ, სადაც შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოები უნდა
ასე რომ ვთქვათ, ადჰეზია განიცადონ, თორემ მიერთებაზე საუბარი არ არის, ხო, ეს არ არის კბილი, სადაც მართლა შეერთება ჭეშმარიტი. ამიტომ აი ეს შეწებება ადჰეზია უნდა იყოს უძრავი, არასდროს არ უნდა მოხდეს ამის მოხსნა, იმიტომ რომ ყოველი მოხსნა გაკეთება იწვევს ანთებას შემაერთებელ ქსოვილში და ანთება შემაერთებელ ქსოვილში იწვევს ძვალშიც ანთებას და დაშლას. შესაბამისად, ეს არის იდეალური კონცეფცია იმისთვის, რომ შენ დაიცვა თუნდაც ის პაციენტები და მით უმეტეს ის პაციენტები, რომელსაც პაროდონტიტი აქვს და ზუსტად ამ ღრძილის დონეზე, სადაც შემაერთებელი ქსოვილია და შემაერთებელი ეპითელია, იმანთებისგან, რომელიც შენ შეიძლება მექანიკურად დააპროვოცირო. და უნდა იყოს მუდმივად მრავალი მოხსნა გაკეთებით და ამიტომ connect სისტემა ჩემთვის როგორც პაროდონტოლოგისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პირველი მაგის გამოყენებას ვფიქრობ და რა თქმა უნდა რბილი ქსოვილების დონის იმპლანტების. უბრალოდ ეხა რატო არ არის საქართველოში პოპულარული და რატო არ იყენებენ, ამას ძალიან მარტივი პასუხი აქვს. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შენ უნდა გქონდეს შესაბამისი სისქის ღრძილი. და იმპლანტოლოგების უმეტესობამ არ იცის რბილ ქსოვილთან ურთიერთობა. მან არ იცის რბილი ქსოვილების აუგმენტაცია. სასიდან ნაფლეთის აღებას ურჩევნიათ, რომ რამე ხელოვნური გამოიყენონ. ოღონდ იქ არ იმას აქნას, იმიტომ რომ მათ ტრენინგი ამაში, ანუ სწავლება არ გაუვლიათ და შესაბამისად მათთვის ეს არის რთული პროცედურა. ეხლა მე რომ მკითხო, აქეთასაც მიკითხაც და მოკლესაც და დიდსაც, ანუ რა ვიცი ყოველდღე ვაკეთებ ამას, ანუ ჩემთვის ეგ არის უმარტივესი რაღაცა რა და ამიტომ ეს არის უბრალოდ სწავლის და გამოცდილების საკითხი და თუ შენ თხელი გაქვს რბილი ქსოვილები იმპლანტის თავზე და ჩვენ ვიცით რომ როგორც კბილს აქვს სუპრაკრისტალური ქსოვილები, რომელსაც ადრე ბიოლოგიურ სივრცეს ეძახდნენ, ასევე იმპლანტსაც აქვს. ოღონდ იმ განსხვავებით რომ კბილს უნდა გქონდეს დაახლოებით 2 მმ და იმპლანტს უნდა გქონდეს დაახლოებით 4 მმ, 3.5 4 მმ, უფრო მეტი. და თუ პაციენტმა დაკარგა კბილი წლების წინ ან დაკარგა პაროდონტიტის გამო, სადაც ალვეოლური მორჩი გაქრა, განილია, ან უკბილობის გამო, უფუნქციობის გამო, ან პაროდონტიტის გამო დაიშალა, თავისთავად მიმაგრებული ღრძილის გაქრა აღარ არის, რჩება ლორწოვანი. ხო? ანუ ალვეოლური მორჩი რჩება უმეტეს შემთხვევაში ლორწოვანი, შევარდნილი, ჩავარდნილი და მოძრავი. ის ვერ იქნება ვერაზოს 3 მმ. რომელი სურათი უკეთ აჩვენებს პაროდონტიტს? კატე პანორამა. არც ერთი. მე მჯერავს, რომ ესე უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში. ვეიპინგი, მოწევა. უბრალოდ საგანგაშო სიტუაცია გვაქვს საქართველოში. პონტია რა, რო ეწევი. შეწებება იზრდება. გლობალურ საკითხს შეეხეთ. არ არსებობს ძალიან კარგი ხარისხის კბილის პასტა და ცუდი ხარისხის კბილის პასტა. ხოლო ჯაგრისი და კულთაშორის ჯაგრისებით უნდა იხეხო. ჩვენმა სტომატოლოგებმა ეგ არიციან. არც ერთი. თიანა ცრუშვილი მარტო კბილების ხეხვას ასწავლის. ძალიან საინტერესო თემაა. დამტკიცებულია, რომ სხვადასხვა ონკოლოგიის ერთ-ერთი მიზეზი პაროდონტოპათოგენებიც არიან. შენ ამ პაციენტის ან ღმერთი იქნები, ან ეშმაკი. Success და არა survival.